თვით კრიტიკაც ხო კაია ხანდახან თვით ირონია ლეჩხუბზე და გვარზე გამახსენდა. მოკლედ რო წამოვიზარდეთ 15-16 წლის რო ხარ უკვე და ანუ არსენას ასაკში რო ხარ ულვაშები რო დაიმსახურე. სისხლი გიდუღს და კეიფი ცოტა ნაადრევად შეგვიყვარდა ჩვენ და რაღაცა კონცერტი ტარდებოდა და ხო იცი ახალგაზრდა ცელქიბებში სულ აფუჭებ არაფერს არ აკეთებ და სულ საყვედური მოდის სახში მასწავლებლიდან სკოლიდან იქიდან აქიდან გამევედი ამ კონცერტზე და მოკლედო პირველი ადგილიო ამასო ვიყურეს და მოკლედ მამაჩემმა 9 მეტრა მეიმატა სიმაღლეში სიამაყით კაცო ხო და გიტარაო დაუკრაო ამანო და ამას ვენაცვალეო ისე რომ აქებს ახლა მასალებელი 5 ბამბალე გამიცა იმ საღამოს კაცო და ამიყვანა ცაში რაც არ ვიყავი 10 იმდენი და დალია საღამოს და ტრაბახობს მაგაცებში დაუკრაო ბიჭო პირველი ადგილი იყო რაცა 13 წლის ვიყავით ახლა კონცერტზე რაღაც ჩამოუპარტყუნე ახლა ბიჭო დაუკრავდა გიტარასო დიდი ბებია იშხნელი ყავდაო ჩვენ წარმოშობით თერჯოლის რაიონი გვაქვს წარმოშობას კანდედატ იქ იშხნელები ცხოვრობდნენ დიდი ბებია იშხნელი ყავდაო მეორე ბებიაო აგერო დედაჩემაო გიტარა იცოდაო 7-იანიო დედის მხრიდანო ისიც უკრავდაო ცოტას ახლა 1-5 აკორდი იცოდნენ და რაღაცა ბაიათებს ამღერებდა დაუკრავდა ბიჭო ჩემი შვილი გიტარას აბარა იქნება და შლის ამ ბეჭებს არ გასულა რამოდენიმე ხანი ცოტა წამევიზარდი ახლა და დამნიშნეს თამადად სუფრას რა შეიძლებოდა ახლა მოზარტმა წვილს ეთამადა და უხარია ვი ითამადებდა ვიშო ჩემი შვილიო ნემსაძეებისკენ არისო აზნაურები ვართ ახლა ნემსაძეები და ამაყობს ამით მოყოლა ითამადებდა აზნაური სისხლი აქვს მაგაცო და აბა რა სიზამდაო შეეშლებოდა ახლა ლაპარაკი შეეშლებოდა ლექსი არ იცის თუ ყველაფერი იცის შემობოშვა და მაქებს არ გასულა აქიდან რო იძახის ყოველდღე რომ აზნაური სისხლი აქვს და ჩვენსკენ არის და შევა დედა გლეხი მყავს ახლა ერთ კვირაში რაღაცა რესტორანში ჩხუბი მოხდა 18 წლისვე ბავშვები და მოკლედ მოხდა იქ თებშების სროლა ყველაფრის და დაგვიჭირეს პოლიციამ დაგვიჭირა სრულზრუნველები ვართ უკვე და მე ჩემი ძმაკაცები და მევიდა ახლა პოლიციასთან და ცოტა უტყვე არ უნდა ხშირი და გამევიდა ახლა უფროსის მოადგილე უფროსის და გიცნობდნენ ახლა სულ ყველაზე ამის მამა რომელიაო ნემსაძისო და აწურული მიდის ახლა მამაჩები რა მე ვარო და გაწითლებულია ხარ ცხენი და დაულეწია ყველაფერიო იქო ჭიქასაინის ფულიაო გადასახდელი აქიმისო ეს ხულიგნები ესენიო და შემარცხვენლებიო და შენი შვილი თუ იყო და აზნაური შვილი ხარო არ ველოდიო აქიდან ასეთ რაღაცასო ბიჭო სუფთასის რო დვარნიაშკაზე შეაჯვარებ შეგარცხვეს აბა რას გიზამს ის და გლეხებს გადააბრალა. კაის თუ რამეს გადავაკეთებდი ჩვენ სკენარიო, აკეთო აზნაურების სკენო და გლახა როგორც გავაკეთე და იქავე